სტუდენტები ოცნების განათლების რეფორმის წინააღმდეგ ახალგაზრდები წერეთლის მეტროს მიმდებარედ შეიკრიბნენ და მსვლელობით განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. რა არის მათი მთავარი სათქმელი, მეც თაკო მაისურაძე მოგვიყვება ფორმულას პირდაპირ ეთერში. თაკო, გისმენთ. დიახ, გიორგი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით დღეს იმართება აქცია მსვლელობა განათლების სამინისტროს მიმართულებით. დაიძრება ეს მარში. აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ იკრიბებიან წერეთლის მეტროსთან. მათი მთავარი სურვილი და მოთხოვნა არის ის, რომ არ მიიღოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ განათლების დეფორმა ან რეფორმა, ასე ეძახიან სტუდენტები ამ ყველაფერს. აქციას უერთდებიან პროფესორ მასწავლებლებიც, მათთვის ყველაზე მიუღებელი განათლების ამ რეფორმაში არის ის, რომ ხელისუფლების მიერ მეტად შეიძლება იყოს კონტროლირებული სახელმწიფო უნივერსიტეტები და ცენტრალიზებული გახდება ეს მმართველობა და შეიძლება ამ ყველაფრით ევროპასაც დავშორდეთ, რაც ბოლონიის პროცესის ჩამოშორებასაც მოიცავს. ეს ყველაფერი ცხადია არ მოსწონთ პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს და სტუდენტები კი ამ ქვეყანაში შეიძლება ყველაზე დაუმორჩილებელი სეგმენტიც კი იყოს ხელისუფლებისთვის. ეგრეთ წოდებულ დეფორმებსაც ქართული ოცნება იღებს, ეწინააღმდეგება ყველანაირ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ნორმებს, რაც კი მსოფლიოში არსებობს და რაც კი განათლების სისტემაში არსებობს. დღეს ქართული ოცნება ცდილობს, რომ რუსეთის ხელით და რუსეთის გავლენით და ამ ჰიბრიდული ომის გავლენით მთლიანად შეარყევოს განათლების სისტემა, ჩამოაშოროს განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს, ასევე ევროპულ ნორმებს და ღირებულებებს, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს. ქართული ოცნება ცდილობს, რომ სტუდენტებსაც, აბიტურიენტებსაც, სკოლის მოსწავლეებსაც და იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური და ხარისხიანი განათლების მიღება აკრძალოს და ჩვენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დავაორგანიზეთ დღეს მარში, რაზეც მოდის ხალხი, გამოდივართ და დღეს ვაპირებთ, რომ განათლების სამინისტროსთან მივიდეთ მსვლელობით და ამ ყველაფერთან დაკავშირებით განვაცხადოთ მკაფიო პროტესტი. ესეც მათ შორის ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც აშორებს საქართველოს, ევროპას, იმიტომ ყველანაირ მსგავსებით რუსულ საგანმანათლებლო სისტემას აღარ ექნებათ აბიტურიენტებს საშუალება, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად. კობახიძე გამოდის და იძახის, რომ აქ ისწავლონო, რატომ უნდა წავიდნენ საზღვარგარეთო? ზუსტად იმის გამო, რომ აქ ვერ იღებენ შესაბამისი ხარისხის განათლებას, მაგიტომ მიდიან სტუდენტები საზღვარგარეთ, იღებენ მაღალხარისხოვან განათლებას, რომ მერე დაბრუნდნენ ქვეყანაში და ამ ქვეყანას დაეხმარონ და როდესაც ჩვენ მაგის შესაძლებლობას უბლოკავ, ზოგადად ჩვენ ქვეყანას უფერხებ განვითარების შესაძლებლობას. განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რასაც გვიქადის, არის მე როგორც ვეუბნები ხოლმე ჩემს მეგობრებს, სიკვდილი სტუდენტებისა, სკოლის მოსწავლეების, რომლებიც იბრძვიან რაღაც მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს აქ, რომ არ მინდა ეს განათლების რეფორმა, ეგრეთ წოდებული რეფორმა იქნას მიღებული. უნივერსიტეტი არის თავისუფლების ადგილი. და სწორედ ამას ზღუდავენ და ეს ამ ადამიანებს კი არ ესმით, არამედ გრძნობენ. უნივერსიტეტი ცოცხლობს ასე, სტუდენტი და პროფესორ მასწავლებელი არის მოტორი და ყველაფერი იმის, როგორ უნდა შენდებოდეს უნივერსიტეტი. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ძირი, აუცილებლად კურსში უნდა ჩააყენო მინიმუმ და კითხო ჯერ სანამ ამ გადაწყვეტილებებს მიიღებ. არ შეიძლება რეფორმის ინფორმით გაკეთება, რაფორმითაც ესენი აკეთებენ. აი, მარტივად ავხსნათ, მეგობრებო, ისედაც რა გითხრათ, ყველაზე რთულ პერიოდში აბიტურიენტებისთვის მათ სრულიად მოულოდნელად თავზე ჩამოათხრიშეს სრულიად ახალი მოცემულობა. ეს ასე არ კეთდება. სულაც რომ გადასარევი იყოს ეს რეფორმა, ასე არ უნდა კეთდებოდეს. ეს უნდა შეხებოდა გაისად, დაგეგმილად, 10 წელზე გაწერილად. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის რეფორმა. ამ გადაწყვეტილებას არ აქვს მიზანი საქართველოს განათლების სისტემის განვითარება. სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების შეფასებით ეს არ არის რეფორმა და არის კიდევ ერთი კონტროლის მექანიზმი მათ მიმართ და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვაშორებს ევროპულ მომავალს.